სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ეს შერჩეულია, რა თქმა უნდა, ჯონ მაკარტურის მიერ იმ ბევრი კითხვებიდან, რომლებიც მათ მიიღეს COVID პანდემიის დროს. რას ამბობს ბიბლია ქრისტიან წყვილზე, რომელიც განზრახ ირჩევს შვილების არყოლას? მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს რეალური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლიან მათ ამის გაკეთებას. საინტერესო კითხვა ამბობს ჯონ მაკარტური და მე მინდა იცოდეთ თქვენ, რომ თქვენ გაქვთ ეს არჩევანი. ეს თქვენი არჩევანია. შეიძლება არსებობდეს 1000 მიზეზი, რის გამოც წყვილი გადაწყვეტს, რომ არ ყავდეთ შვილები. ზოგჯერ წყვილს აქვს გენეტიკური დეფექტები და ისინი შეშფოთებული არიან ამ ბავშვის გაჩენით, რომელსაც შეიძლება გაუჩნდეს რაღაც სირთულეები, სერიოზული სირთულეები და მერე გაიტანჯოს ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ ეს არის ცხოვრებისეული გარემოებები. ისინი შეიძლება იყოს ეკონომიური, ცხოვრობენ მსოფლიოს ისეთ ადგილზე, სადაც ეს სერიოზული პრობლემაა, საფრთხეები შეიძლება იყოს, ინფექციაც კი. შეიძლება არსებობდეს მიზეზი მის სათქმელად, იცით რა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა ბავშვის ყოლა, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვართ. მაგრამ მისმენთ, აშკარა რომ თქვენ გაქვთ ეს პრეროგატივა, რადგან ბიბლია ამას მცნებად არ აძლევს, არ იძლევა. ზოგადად, გახსოვთ გეგმა დაბადებების წიგნში მითითება იყო, ინაყოფიერე და გამრავლდით, რადგან უნდა დასახლებულიყო დედამიწა, რადგან ჩვენ უნდა დაგვესახლებინა დედამიწა. ასე რომ ვიღაცას ეყოლება შვილები, ვიღაცას არა. მაგრამ ეს არ არის ინდივიდუალური მითითება და მცნება ჩამოყალიბებული. იცით, მცნებები ბიბლიაში ბევრია და მე ახალ აღთქმაში აგრძელებს იესო მითითებებს. და ამის მე მარტივად დადასტურება შემიძლია. მაგალითად, თქვენ როცა დაქორწინებული ხართ და გაქვთ სექსუალური ურთიერთობა, როგორც ცოლ-ქმარს, იცით რომ ყოველთვის თქვენი სექსუალური ურთიერთობა არ მთავრდება ფეხმძიმობით, ხო? და ბავშვის გაჩენით. ანუ ღმერთმა ქალს მიცა უნიკალური ციკლური პერიოდი, როდესაც მას ეს შეუძლია რომ მოხდეს. ანუ გადაწყვეტილება წყვილს მიცა, რომ დაგეგმონ ისე, როგორც მათ უნდათ. და დაქორწინებულმა იციან, როდის დგება დრო, როცა შესაძლოა რომ დაორსულდნენ. ეს უკვე არჩევნის გაკეთებას უტოვებს ამ წყვილს თავიანთ ხელში. ღმერთს არ უნდოდა რომ დაქორწინებულიყავი და უბრალოდ მუდმივად განუწყვეტლად გაგეჩინათ ბავშვები და ქალიც მუდმივად ფეხმძიმედ ყოფილიყო. ის მაშინ შეუქმნიდა მათ ქალებს განუწყვეტლი შვილების გაჩენის უნარს. ასე რომ ის ფაქტი, რომ თქვენ ყოველთვის ღვთისნებით აკეთებთ არჩევანს, შეეცდებით თუ არა შვილის ყოლას, მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთმა მოგცათ ეს არჩევანი. შვილების რაოდენობა ისევ და ისევ ასევე თქვენი არჩევანია. არც ერთი რიცხვი არის სწორი და არც ერთი რიცხვი არ არის არასწორი. თუ უფალი ხელმძღვანელობს თქვენს გულს და გრძნობთ და გეგმავთ, გაქვთ საშუალება, ესე იღებთ ამ გადაწყვეტილებას. ამის რაღაცა ძლიერი მიზეზები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ამის ეგოისტური მიზეზები. ეს არის ის, რაც თქვენ უნდა გაარკვიოთ თქვენ გულში და გამოიკულიოთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ბავშვები ეს უფლიდან მემკვიდრეობაა. ბავშვები ღრმა კურთხევა, მაგრამ ისინი უფლის მემკვიდრეობა და ისინი ღრმა კურთხევა, როდესაც ყველანაირად ზადახართ, რომ აღზარდოთ ისინი უფლის მზრუნველობითა და შეგონებით. და როდესაც ეს არ არის ის, რაშიც მონაწილეობა გსურთ, მაშინ გაქვთ არჩევანი, მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყავდეთ. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, თუ უბრალოდ არ ცდილობთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. დაფიქრდით ამაზე ასე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაუბრუნოთ სიცოცხლე ამ ქვეყნად ღმერთს. აღზარდოთ თქვენი შვილი მგზით, რომლისთაც ის მან უნდა იაროს და როდესაც ის დაბერდება და ის არ გადაუხვევს და ამ გზას ბოლომდე გააგრძელებს. თქვენ გაქვთ ეს უნიკალური შესაძლებლობა გაზარდოთ ბავშვი უფლის ზრუნველობითა და შეგონებით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აღზარდოთ ბავშვი ქრისტეს სიყვარულით და დაამატოთ კიდევ ერთი ხმა ალილუიას გუნდს. მაგრამ ეს თქვენსა და უფალს შორის არის და ეს გადაწყვეტილება თქვენ დაგიტოვათ მან. მადლობა მოსმენისათვის.